მარტივი ხრიკები, რომლის სწავლაც ყველაზე მეტად უყვართ ბავშვებს და მეტ მოტივაციასაც უჩენს სწავლის. ოღონდ მთავარია, რომ ვისწავლოთ სწორად როგორ გამოვიყენოთ ჩვენი მარტივი ხრიკები. მაგალითად, როდესაც გვინდა 27 გავყოთ 9-ზე, ნახეთ როგორ მარტივად შეგვიძლია გავაკეთოთ. ათეულებს უნდა დავუმატო 1 და ესეც ჩვენი პასუხი. მივიღებთ პირდაპირ 3-ს. 6 დავუმატე 1 და მივიღე პასუხად 7 და 91 რო 9-ზე გავყო 8-ს უნდა დავუმატო 1, ანუ ათეულს ვუმატებ 1-ს და ვიღებ პასუხს. ეს ჩვენი პასუხები 1-ის დამატებით მიიღება იმ შემთხვევაში, როდესაც პასუხი უნდა მქონდეს 1-დან 10-ის ჩათვლით. ხოლო პასუხებში, როდესაც გვაქვს უკვე 11-დან 20-ის ჩათვლით, აქ ვუმატებთ არა 1-ს, არამედ 2-ს. ოღონდ ვუმატებ ათეულსაც და ასეულის თანრიგს ერთად. 13-ს რომ მივუმატოთ 2 იქნება 15, 17-ს რომ მივუმატოთ 2 იქნება 19, 16-ს რომ მივუმატოთ 2 იქნება 18-ის ტოლი. როდესაც 21-დან 30-მდე გვაქვს პასუხები, ასეთ დროს ისევ ორთან რიგს, ანუ 18-ს უნდა მივუმატო, ოღონდ ახლა 3 უკვე. ეს იქნებოდა 21-ის ტოლი, 22-ს უნდა მივუმატო 3 და იქნება 25-ის ტოლი, 24-ს მივუმატოთ 3 იქნებოდა 27-ის ტოლი. ზუსტად იგივენაირად ვიქცევით, თუ პასუხში გვაქვს 31-დან 40-ის ჩათვლით. ვუმატებთ არა 3-ს, არამედ უკვე 4-ს. ისევ ორნიშნა ციფრს, 27-ს რომ მივუმატოთ 4 იქნება 31 და მოდი შენ დამიწერე, აქ რა რიცხვს მიიღებ შენ. მე მგონი ძალიან მარტივია, ოღონდ ყველაზე მთავარი რაც არის, არ ასწავლოთ ბავშვებს ამოგლეჯილად რაღაცა ერთი კონკრეტული. ასწავლეთ გააზრებულად, თუნდაც ეს ხრიკი, როდის და როგორ გამოიყენოთ. იმიტომ რომ ძალიან ბევრ სხვადასხვა გვერდებზე ხდება ხოლმე, როდესაც მიგდებს, რომ ასწავლიან ერთ ნაწილს და არ ასწავლიან დანარჩენს, რომ ეს ყოველთვის არ უნდა გამოვიყენოთ. თუ ვასწავლეთ მარტივ ამოხსნის გზას, ისიც ვასწავლოთ, როდის როგორ უნდა გამოიყენოს, რომ ბავშვს არასწორად არ ვასწავლოთ ეს ყველაფერი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. ჩვენ უნდა გავუჩინოთ მარტივი ამოხსნის გზებით და ხრიკებით მოტივაცია სწავლის და არა პირიქით. გამოიწერეთ ჩემი გვერდი, რომ არ გამოგჩეს ძალიან ბევრი საინტერესო ვიდეო.